გაუსაძლისი პირობები და ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში ბიჭიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. სახლი, სადაც მშობლები 5 შვილთან ერთად ცხოვრობენ, ავარიულ მდგომარეობაშია. ერთი წლის წინ ქარიშხალმა მათი სახლის სახურავი დააზიანა. გაბზარულ და მორყეულ კედლებს სახურავიდან ჩასული წვიმაც ემატება. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო კი ოჯახი მის შეკეთებას ვერ ახერხებს. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ოჯახის 5 წევრი პირველი ჯგუფის ინვალიდია. სახლის, სადაც ბიჭიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაშია. ორსართულიანი სახლის სახურავი ქარიშხალმა დააზიანა, მას შემდეგ წვიმის დროს წყალი ოთახებში ჩადის და საყოფაცხოვრებო ნივთებს ანადგურებს. დანესტილ და დაბზარულ კედლებს კიდევ უფრო აზიანებს. 7 სულიანი ოჯახის 5 წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მათ დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ. ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერც ერთი მათგანი ვერ მუშაობს. ყავს სახში აი როგორც აი დავარბენინეთ წვიმის დროს რაღაც ჩამოდის ხან ზემოთავად ხან გარეთავად ხარ აქვთ აი აზი არა ვარ რომ ფული გვინდა რომ ბინა შევაკეთო აი თუ ტაქსაუდი ხომ ის მილიცია მიგზელა ის ვარია რომ მანქანითო ის კიმიტხე ხეს ამათვე მანქანაგია ეს უცასო მოათლერი გამახტეირე ის მრავალშვილიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 450 ლარია, რასაც პენსიისა და სოციალური შემწეობის სახით იღებენ. ოჯახის წევრებს ეს თანხა ხშირად წამლებისთვისაც არ ყოფნის. დიასახლისი ამბობს, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მიმართე 30 სექტემბერს, 30 აგვისტოს და 30 სექტემბერს მიმართე. რადგან კომისიას უნდა გაეხილნა და ამის მიმართ მითხრეს, ვისაც ღობე ენგრევა და სახლი ენგრევა, ჩვენ იმას ვერ მიმართამ და ვერ ავაშენებთ. გამობრუნდი უკან წამოელი, რადგან ასეთი პასუხი ჩამაბარეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტში კერძო სახლის მშენებლობისა და რესტავრაციისთვის თანხები გათვალისწინებული არ არის. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის რამაზ პოპიაშვილის განცხადებით, გამგეობას ბიჭიაშვილების ოჯახზე მხოლოდ ერთჯერადი დახმარების გაცემა შეუძლია. შეეხება ბინის პრობლემას, კერძო ბინების სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩვენი ბიუჯეტში გათვლილი არ გვაქვს. თუ რაღაც განსაკუთრებული და იშვიათი შემთხვევა მოხდა, მოვიძიებთ თანხებს და იმის მიხედვით შეიძლება მომავალში გაეწიოს დახმარება ასეთ უკიდურესად გაჭირებულ ოჯახებს. მრავალშვილიანი ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დროულ დახმარებას და სახლის სახურავის შეკეთებას ითხოვს.